Დღემშვიდობისა ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. უღრმესი მადლობა ყველას, აი თქვენი ემოციებისთვის, თქვენი მხარდაჭერისთვის, ლაიქებისთვის, აი იმ კომენტარებისთვის, რასაც მე მიზიარებ და ყველას უზიარებთ, რადგან ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ, აი ამისთვის უღრმესი მადლობა. მე კი ვეცდები ყოველთვის, როდესაც დრო მექნება და მოვახერხებ, თქვენთან გავატარო ეს ჩემი თავისუფალი დრო. აი ეხლა მოვედი თქვენთან. და მოდით ეხლა დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და აი იმ ადამიანებს, ვინც უკვე არავის აღარ ეძებთ, ვინც უკვე საკუთარი თავი იპოვა, ვინც უკვე საკუთარ ცხოვრებაზეა გადართული და დაკავებულია საკუთარი ინტერესებით. აი თქვენთან რა? აი თქვენ ეხლა რა სიტუაციაში ხართ, რა პოზიციაში ხართ, აი რას უნდა ელოდოთ ზოგადად, აი მოდით თქვენზე გავაკეთოთ ეხლა გაშლა. არ აქვს მნიშვნელობა ეხლა მანდილოსნები მიყურეთ თუ ქალბატონები. ერთმა მამაკაცმა დამიტოვა ესეთი შეტყობინება, რომ ძალიან პრეტენზიებს გამოთქვამდა, თურმე მე ვსაუბრობ არასწორად და ვსაუბრობ აი ძალიან უსიამოვნოთ და მოკლედ ასეთი რაღაცები. ჩემო ძვირფასებო, მე არა მარტო მანდილოსნებზე ვსაუბრობ, მამაკაცებზეც ვსაუბრობ. ამ გაშლას და ნებისმიერ გაშლას შეუძლია უყუროს მამაკაცებმაც. უბრალოდ შემოატრიალოთ უნდა თქვენსკენ თქვენი პოზიცია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ მიყურებთ, ყველას ეხება ჩემი საჯარო გაშლები. ასეთ ადამიანებს, ვინც ჩემთან მოდიან ესეთი გაურკვეველი საყვედურებით, ყველას ბლოკავთ. ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ეს ჩემი პრობლემა არ არის, ცუდად არ გამომივიდეს, მაპატიეთ, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებენ და როდესაც არ მიტოვებენ, ესე ვიქცევი. კარგით, ეხლა დავიწყოთ თქვენი ენერგიები, რა ენერგიებში ხართ თქვენ. ძალიან უნებისყოფოთ ხართ, ძალა გამოლეულები ხართ, თითქოს და ყველას და ყველაფერს გაურბი ხართ და გინდათ დასვენება, მარტოობა გინდათ. გინდათ თქვენს პრობლემებს თქვენ თვითონ მიუდგეთ, თქვენ თვითონ მოაგვაროთ, გინდათ რაღაც ახალი დაიწყოთ, ზოგჯერ გამოგდით, ზოგჯერ არ გამოგდით, აი ზოგჯერ ხართ ძალიან ცუდ ფიქრებში, თითქოს და აუტანლად გრძნობთ საკუთარ თავს, მაგრამ მაინც ცდილობთ, რომ თქვენი ცხოვრება გამოასწოროთ. ანუ ბედს მაინც ეჭიდებით, ღებულობთ თქვენ ცხოვრებას ისეც, როგორიც არის და ბედს არ გაურბიხართ, რო იტყვიან. აი თქვენ უკვე მიიღეთ ის ცხოვრება, როგორიც გაქვთ, ყველაფერი მიუშვით ბედის ამარა, უფლის ამარა და თქვენ ამბობთ, რომ თქვენ ცხოვრებას თქვენ მაინც კიდევ ეცდებით, კიდევ გააგრძელებთ და ძალიანაც კარგი. მაინც დადგებით ფეხზე და მაინც ყველაფრისთვის იბრძოლებთ. აი ასე. ყოჩახ ყველას. აი თქვენი გადაწყვეტილება. მამაცურად. ძალიან ბევრი ტყუილები იყო თქვენ ცხოვრებაში, ძალიან ბევრი შესაძლებლობები და დაბრკოლებები გადალახეთ, ძალიან ბევრი პრობლემები მოაგვარეთ, ფინანსური, მატერიალური, მორალური, ვის ჯანმრთელობის პრობლემა, ვის მემკვიდრეობის, ვის რა და ვის რა თქვენ სიტუაციას მოერგეთ ჩემო ძვირფასებო. რადგან ძალიან ბევრი ტყუილები იყო თქვენ ცხოვრებაში, ძალიან დიდი დანაკარგები ეს შეიძლება იყოს ადამიანებიდანაც, სიტუაციიდანაც, გარემოებიდან გამომდინარე. ყველაფერი და იყავით უძრაობაში, ძალიან ბევრი მეგობარი წავიდა თქვენი ცხოვრებიდან, ვინც გული დაგწყვიტათ და არ ელოდით მათგან ასეთ საქციელებს, მაგრამ თქვენ მაინც გააგრძელეთ ცხოვრება და თქვენ ამით გაიმარჯვეთ მეგობრებო. აქ კიდევ მეორე შანსია. ის რომ ცხოვრება გაძლევთ კიდევ იმის შანსს, რომ თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, ან ელოდებით მაინც, რადგან აქ ბედის ცდა იყო, თქვენ მაინც ელოდებით ისეთ ადამიანს, ვინც თქვენთან მოვა სიყვარულით და თასებით. აი ესეთ ენერგიებში ხართ. კი და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი, ვინც გამოჩნდება თქვენ ცხოვრებაში, გამოგიყვანთ იმ სირთულებიდან და გულგატეხილობიდან, რაც წარსულმა დაგიტოვათ ქვეცნობიერად და ეს თქვენ ფიქრობთ, რომ იქნება თქვენი ბედით მონიჭებული ადამიანი და ძალიან კარგია, რომ ასე ფიქრობთ და რაიმე ტანში გამაჟრიალა, აი კიდევ სიყვარული, ბედი, ნიშნობა და ქორწინება და თქვენ ამაზე ფიქრობთ, თქვენ ამაზე მუშაობთ და აბატონო თქვენ ელოდებით ადამიანს, რომელიც არის თქვენი ბედი. ესეთი იყო თქვენი მოკლე დახასიათება და ეხლა გავაგრძელოთ ჩვენს ლამას ფონზე, აი ესეთ ფონზე, ეს არის ზღვის მოლუსკები, ზღვის მცენარეების ფონზე. ნუ მართალია კათოლიკურია, მაგრამ არაუშავს, უფალი დიდია, მაინც ჩემო ძვირფასებო, უბრალოდ მე ვსარგებლობ ამ სილამაზით და მინდა რომ ეხლა ძალიან ისეთი დადებითი და პოზიტიური გაშლა მოვიტანოთ თქვენამდე, რის უფლებასაც უფალი მომცემს.
აბა ნახოთ ახლა, ვინც უკვე აღარ ეძებთ არავის და აღარ გინდათ არავის, რა ხდება თქვენ თავს? აი, თქვენთან რა მოვა, რა მოდის? სიყვარული. თქვენი ოცნებების ახდენა მოდის, სიყვარული მოდის, ქორწინება მოდის, ბედი მოდის, ჩემო ძვირფასებო, ის რაზეც ოცნებობთ, ის რისი რწმენაც არასოდეს დაგიკარგავთ და არ კარგავთ. აი, ამიტომ მიყვარს ეს ჩემი დასტა, რომ მართლაც ყველაფერს საუკეთესოს უფლებას მაძლევს, რომ ვისაუბრო. აი, ჩემო ძვირფასებო, არ მინდა რომ გავაგრძელო ამაზე მეტი ამ საჯარო გაშლაში, თუმცა მაინც ვეცდები. მოდის სიყვარული, მოდის ნიშნობა, მოდის ქორწინება, იმედი და რწმენა გიბრუნდებათ, აი თქვენ, ამდენი გულის გატეხვის შემდეგ, ამდენი ტანჯვის შემდეგ, ქარცეცხლის, ჯოჯოხეთის გავლის შემდეგ, თქვენთან მოდის დიდი სიყვარული, დიდი გრძნობები, ერთნაირი გრძნობები. კი, მეგობრებო, არ ჩაიკეტოთ, უარი არ თქვათ, არასოდეს, თუნდაც ახალ ნაცნობობაზე, თუნდაც მეგობარი შეიძინოთ, არ თქვათ, უარყოფითად, არ იფიქროთ არასოდეს, აი, არ იკონფლიქტოთ არავისთან და თქვენი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვლება. ნუ ჩაიკეტებით, გადით გარეთ, აი, გადით გარეთ, ჩემო ძვირფასებო. ნუ იფიქრებთ ცუდზე, აი დღევანდელ ეტაპზე თუ კი რაიმე პრობლემებს ვერ აგვარებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აი ყველაფერი სრულდება. თქვენ ისედაც იცით, რომ ეს ასე არ იქნება. თქვენ ისედაც იცით. კარგით, აი თქვენთან რა, ახალი. მოკლედ, საკუთარ თავთან იმუშავებთ თქვენი ცხოვრებისთვის, იმუშავებთ თქვენი მიზნებისთვის, თქვენივე წარმატებისთვის, თქვენ თვითონ გამოხვალთ ამ რაღაც გაჩერებული სიტუაციიდან, აი ამ ბალოტიდან თქვენ თვითონ ამოხვალთ, თქვენ თვითონ ცდით თქვენ ბედს, ჩემო ძვირფასებო. თქვენი შრომით, თქვენი წინდახედულობით, თქვენი ადამიანობით გამოხვალთ ამ ჩაკეტილობიდან, გამოდიხართ. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ფინანსურად მყარად მდგომი ადამიანი, რომელიც დაგეხმარებათ. ეს დახასიათებაშიც იყო, რომ ელოდებოდით და აბატონო თქვენთან მოდის ზუსტად ისეთი ადამიანი. თქვენ შეიძლება ეხლა ფიქრობდეთ, რომ აღარ მინდა და ეს თემაც ასეთია, რომ უკვე აღარავის აღარ ეძებთ, აღარავინ აღარ გინდათ და აი საერთოდ არავინ აღარ გაინტერესებთ, მაგრამ მოდის მეგობრებო, მოდის. თქვენ არ გჯერათ, მაგრამ სამყარო გიგზავნით. თქვენ სამყარო გიგზავნით, მოკლედ, ერთფეროვნული ცხოვრება მოგდეზრდათ და აბატონო, გამოგიყვანთ ამ ერთფეროვნული ცხოვრებიდან მამაკაცი იმპერატორი, რომელიც გამოგიყვანთ ამ ჩაკეტილობიდან და დაგანახებთ თუ როგორია ნამდვილი პარტნიორი გვერდით. კიდევ რა მოხდება? კიდევ რა? მოკლედ, თქვენ ამ ადამიანსაც არ მიიღებთ როგორ ჩანს ისე, თუმცა სტაბილურად იქნებით მაინც. კი, თქვენს ფინანსებს არ დაკარგავთ, თქვენ მაინც ეჭვიანობის თვალით შეხედავთ ამ ადამიანსაც, მაგრამ სცადეთ მეგობრებო, უბრალოდ გაესაუბრეთ, გაიცანით, აი ნუ ჩაუდგებით ყველა ადამიანს, ყველა ერთნაირი არაა ჯიბრში, ნუ განმარტოვდებით. და ნუ გეგონებათ, რომ აი ესეც მოგატყუებთ რაიმეს. არა, ჩემო ძვირფასებო. გასაუბრებას თავი არ სკივა, ასე რომ გაბედეთ. ნუ იქნებით თვითგანადგურებაში. სცადეთ მაინც ბედი. ძალიან უნებისყოფოდ ხართ. მიჯაჭული ხართ რაღაც წარსულ ფიქრებზე, საკუთარ თავსაც გაურბიხართ, იხედებით თითქოს სადღაც და აპაუზებთ თქვენ თვითონვე თქვენს ცხოვრებას, ასე რომ გაბედეთ მეგობრებო. გამოიყენეთ მომავალი შესაძლებლობები, ანუ გაიცანით ადამიანები, გადით გარეთ და აი თქვენი ოჯახი, თქვენ აუცილებლად გექნებათ ოჯახი და თქვენ აუცილებლად დამშვიდდებით. მოდი რა რჩევას მოგცემთ აი სამყარო, ნუ იკამათებთ. გამოიჩინეთ კეთილგონიერება, ღამით უძილობა თუ გაქვთ, ეცადეთ რომ გამოიძინოთ და თქვენ ყველაფერი გამოგივათ, ჩემო ძვირფასებო. ნუ იქნებით უმოძრაობაში, აი, გადით გარეთ, იქნებ გარეთ გაიცნოთ თქვენთვის სასურველი ადამიანი და რა იცით და რა ხდება. ხმლების პოზიციაში მაინც. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ელოდეთ რაღაც მოულოდნელ ცვლილებებს თქვენ ცხოვრებაში და ელოდეთ ყველაფერს სასიკეთოდ, ასე რომ არ ინერვიულოთ თქვენი ცხოვრება უკვე ლაგდება და მოულოდნელობებით იქნება სავსე, ასე რომ გელოდებით კომენტარებში, აბა დროებით.